რუმინეთის რაღაც ქალაქში ვარ, სერბეთისკენ მივდივართ და ამაზე ცუდი მოძრაობა არ ვიცი. 5 წუთია ქალაქში რა სოფელში შემოვედით და უკვე 40 ჯერ დაარღვეს და ლამის ორჯერ დამარტყა მანქანა. ასევე მარიამმა გაიარა წითელზე და კიდაგამ დაგვარტყა ჩვენს. წითელზე გავიარე. რაღაცა იმაზე გავიარე, არ ვიცი. ტრამვაის გზაზე გავიარე. წელს საბერძნეთი და ეს ორცხობილები ძალიან გადრენილია TikTok-ზე და რა ვხვდები რატომ? ყველაფერი ძვირშო გეყრება, ვინა ასულილი შედავაგე. სულელი შენ ხარ, იმიტომ რომ ერთი ჰოთ-დოგი ვერ შეგიკვეთავს, იმიტომ საერთაშორისო ენაზე. იმენა დოგი გადრგავდა და იყო. მაგის რა თქმა უნდა დავიკურკე. ხო შეგიძლია წესი რა ჭაბა. კი, შემიძლია. როგორც აი ჩვენ ნიკას. კი, ნიკას აუცილებლად. სადარ. მარი სად მივდივართ? სერბეთში. დაგვიდა სერბეთში. ევროტურში ვართ, რა უნდა გქონდეთ? მე მგონი საზღვარზე გადავდივართ. ბატონო, აი კიცი რა. სერბეთის საზღვარზე გადავდივართ. რა, ბულგარიაო? ბულგარეთში ვართ ისევ, კაცო. რა? ხახო, ეხა არ გამოვშტერდე. ბულგარეთში ვართ ისევ. ბულგარეთია წერა. სწორ გზით წამოხმადე. მეორედ ვარ ბულგარეთში და არ ვიცით რატომ. ისე დამიგეგმა რუკამ თვითონ რომ ბულგარეთის გავლით წამომიყვანა ბელგრადში. აუ გავგიჟდები. დაახლოებით 1 საათში გადავალ სერბეთის იმაზე, რა ქვია, საზღვარზე ანგარემ არის სერბეთში. ზა არის 20 საშინელება. რაღაცა ძაღლი არის. ძაღლები ძალიან არსა და შემფროდი ძაღლი ერთობა ვინ ქუჩაში ხო? ისე მარიამი ხვირის. მეთქი რა ხდება და ურთხელმა გადმოირბინა. გული გაგვიშკდა ყველას. დამის დავარტყი ბიჭო. ჩვენ გვეგონა რომ ტრიალდებოდით. სად ვართ გოგო ერთი ვითხარი. აი შემოვიდეთ სერბეთში. ჯერ არ შევსულობდა საზღვარს მოსავალს. რომ პასპორტს კაი აღარ გადაიღოთ რომ შეიძლება გაგვაგდონ. იმედენი კითხვა დაგვისვეს ბულგარეთის საზღვარზე რომ სუსში მეგონა ჩემი თავი დაკითხვაზე. ფაიმე. მარა თან ძალიან მეგობრული კაცი იყო და მეგობრულად სვამდა შეფარვით აი ესე ამ კითხვებს. ტრუსიკშიც ჩავხედეს. მანქანაში ერთი ადგილი არ დატოვა რაც არ შეამოწმა. ამ დროს სერბეთის საზღვარი. გეხოწები რა ზგავს? ერთი კურკლია. თვითონ ხო დასტრესილია რომ სერბეთში რაღაც ამბები ხდება, გადატრიალებები და ამასაც სტრესავს რომ უყურო ნახო ერთად რა პროტესტები არის შიგნით. არ ვიცი მე ქალაქის ცენტრში არ მოვდივარ. ვაიმე. ძალიან ცუდ დღეში ვართ, იმიტომ რომ გადმოვიდეთ საზღვარზე და არც ერთის ინტერნეტი არ იჭრეს. სერბეთი ევროკავშირში არ არის და ევროკავშირის პაკეტი ავიღეთ როუმინგოდან. სამივე ვართ ინტერნეტის გარეშე, ასევე სასტუმროს ვერ დავჯავშეთ. ვერ დავჯავშეთ, არა გაგვიუქმეს. ხო, გაგვიუქმეს. დავჭირთ გარეშე. ინტერნეტის გარეშე გაუქმებული სასტუმროთი და თქეში დაიწყო. უკაცრიელ ადგილას ვართ და ვერჩერდებით ვერსად რომ უბრალოდ Wi-Fi დავიჭიროთ. აი ბენზინგას მაგრამ აქ რა უნდა არა ნიკავს. შედი. აი გააყენე. გააყენე. საერთოდ არ ჩანს ხახო. მაღაზიაში შემოვედით და შოქი ჩახდა. გენერატორი ხო? ბენზინგას ამარცხად უყურზე შემოვედით მაღაზიაში. და არის კაზინო, რომელშიც შესვლა ფასიანია. პირველად ვხედავ ეგეთ რამეს. კიდე ჩაქრა შუქი.